გამარჯობა. რა მოხდა? შენმა TikTok-ი გამიფუჭე. გინდა ვიდეო თამაშები ვითამაშოთ? არა, მაშინ არ გეთამაშები. რატომ? ჩემს საუკეთესო მეგობარს ხვდებოდი. მე რა, ბევრ შეხვედრილ ვარ. რა თქვი? აქ აღარასდროს შემოხვიდე. ჰეი, გინდა ვითამაშოთ? არა, წადი და ამელკას ეთამაშე. მას არ უნდა თამაში. ანუ ჩემამდე მას თხოვე თამაში? ყველაფერი გასაგებია. ეი, მარტო თამაშობ, სად არის შენი გოგოები? ისინი გამიბრაზდნენ. ასე ხდება, როცა ორს ერთად ხვდები. აბა რა გავაკეთო? 10 ყურადღება უნდა მიიქციო. იდეა მაქვს. კუჩაში გავიდეთ. არ მინდა ვიდეო თამაშებს თამაშო. გინდა რომ გოგოებმა ყურადღება მოგექციონ. მინდა, მაშინ ყურადღებით მომისმინე. მაგრად მოიფიქრე, წამოდი. ანუ შაბათს, კარგი, აუცილებლად მოვალ. მე შენ გადმოგირეკავ. წვეულებაზე მიდიხარ? შენი რა საქმეა, ლუზერები არ დაპატიჟეს. აბა შენ რატომ მიდიხარ? შენ უბრალოდ გშურს, რომ ვერავისთან ერთად ვერ მიდიხარ. მე შემიძლია მაქსთან ერთად წავიდე იქ, სადაც მინდა. მას შემდეგ რაც ჩემგან ნებართვას აიღებს. ეი, მაქს დაიჭირე. აქ რა მოხდა? როგორც ჩანს, მაქსმა ფეხი იტკინა და ვეღარ დადის. ეს როგორ მოხდა? ნუ ფეხურს თამაშობდით, ის კი წაიქცა და ვეღარ დადის. არა, უშავს მე მოგივლი. გაიწიე, მე ვიზრუნებ მაქსზე. დახმარებას ვცდილობდი. შენ არაფერი არ იცი, მე მოვუვლი. მე სამედიცინო სკოლა დავამთავრე, შენ კი არაფერი გაგეგება. ვიცი ეგ შენ სამედიცინო სკოლა. იდეა მოქვს, მოდი ორივე მოუვარეთ მაქსს. და რატომ? თვის ბოლოს ის გადაწყვეტს, რომელი უკეთესი იყო. მე თანახმოვარ. მეც, შევთანხმდით. აუ, ფეხი მტკივა. გემრიელობები მოგიმზადე. არ შეჭამო, ამელკამ საერთოდ არ იცის მომზადება. არ არის მართალი. მისი გამომცხარი ორთხოვილა რომ ჭამე, მთელი დღე მუცელი მტკიოდა. არ დაუჯერო, მან ორთხოვილების გაკეთებაც არ იცის. სამაგიეროდ ქსოვა ვიცი. ნახე რა მაგარი სვიტერი მოგიქსოვე. გამომართვი. როგორი თბილია. აბა მაჩვენე. მატყუ არა, ეს ზარას მაღაზიიდანაა. ისევე როგორც შენი ორთხოვილები. ციცრუეა. აბა ეს რა არის? აღუბლის პეჩენია. დამცხა, იქნებ კონდიციონერი ჩართოთ. რას საკეთებ? გინდა რომ გაყინო? გაგბობა უნდა ჩართო. მაქს გაგრილება სჭირდება. მე მისი გოგო ვარ და უკეთ ვიცი რა სჭირდება. მე ვარ მისი გოგო. გეყოფათ, მე მინდა წვენი, ვინ მომიტანს? გაუშვი, მაქსმა მე მთხოვა. შენ არ იცი, მე უკეთ გამომივა. აბა იმუშავა ჩემმა გეკმა. კი, ისინი აღარ არიან ჩემზე გაბრაზებული. შენზე ზრუნავენ კიდეც. ისია მომნე. მე შენ ვაშლის წვენი დაგიწურე. მე კი ყურძნის, რადგან ვაშლი აღარ იყო, ვიცი რომ ყურძნის წვენი უფრო გიყვარს. ჩემი დალი, არა ჩემი. წვენი უკვე აღარ მინდა, ყოლა მინდა. კუჩაში ცივა, მაღაზია კი შორსაა. როგორ მტკივა ფეხი. დამშვიდდი. მე წავალ, შეყარებულის გამო ყველაფერს გავაკეთებ. თან სამაკატიც მყავს. გაჩერდია ჩემი სამაკატია. არ შეეხო. რა სჭირთა მათ? ოჰო, რა გჭირს ფეხზე? მივარტყი. მიარტყი არა? ჩემი ფეხი. შეწყვიტე, მე ისე ვერ მომატყუებ როგორც ხვებს. ვერ ხვდები, რაზე ამბობ? ყველაფერს ხვდები, ვიცი რომ ეს ჩაკის იდეა იყო. კარგი, ამასაც ნახავთ. მაქს, მე შენ ყოლა გიყიდე. არა, მე გიყიდე. შეჩერდით. უნდა დავილაპარაკოთ. არა, ჩვენ მაქსზე უნდა ვიზრუნოთ. ეს მნიშვნელოვანია, აბა გამომყევით. სწრაფად. გამოფხიზლდით გოგოებო, მაქსი გიყენებთ თქვენ. სიცრუე, ის ავათარის. ხო და მე როგორც მისი გოგო უნდა ვიზრუნო მასზე. ეს მე ვარ მისი გოგო. გეყოფათ, ის თავს გაჩვენებ თითქოს ფეხი ტკივა. რათა სურვილები შეუსრულოთ. შენ გშურს, რადგან შეყვარებული არ გყავს. მე მყავს შეყვარებული. ჩაკი. ვიცით რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო. ერთმანეთს არც კი ეკონტაქტებით. ხო, ამიტომ ჭკუას ნუ გვასწავლი. წავედით.
კარგი, მაგრამ თავად დაინახავთ, რომ მართალი ვარ. როგორ მოვიწყინე? მე აქ ვარ, რა მეგჭირდება? კარგარას მოხვედით. მოდი ვითამაშოთ. კარგი, ჯოისტიკი მომეცი. უბრალოდ თქვენ ორნი ხარ, მე კი ის ერთი მაქვს. მაშინ მე ვითამაშებ, მომეცი. შენ თამაშიც კი არ იცი, მე ვითამაშებ. მაგათ თამაშობ. მადლობა. მაქს, მომეცი, მე მას დავამარცხებ. კომფორტულია ლუზერებთან თამაში. მოკეთე. ესე თამაში უინტერესოა, წავალ გავისეირნებ. რასაკეთებ? სეირნობას ვაპირებ. დაგავიწყდა შენი ფეხი. მართალია. ფეხი. ამელკა, ეს ყველაფერი შენი ბრალია, გავერთეთ და დაგვავიწყდა მაქსი. ეს შენ მოინდომე ჩემთან თამაში. მაქს გამოართვი ჯოისტიკი. შენ ხარ დამნაშავე. შენი იდეა იყო. შეწყვეტე ჩხუბი და მას დაეხმარეთ. ხო, მართალია. როგორც შენს უფრო ცუდად გხსნობ თავს. საწყალი. ჩაის გაგიკეთებ, გინდა? კაკაო და 2 ზეფირი. მე რა გაგიკეთო? სენდვიჩი ყველით. ახლავე. დიდხანს აპირებ თავის მოჩვენებას. არ ვიცი, გოგოები აღარ ბრაზობენ შენზე გამოჯანმრთელებით რო არ მინდა, კარგი როგორც გინდა. ჩაკ, უნდა ვილაპარაკოთ. ისევ შეყვარებული ვიყო შენი. არა, შეცმაზე უნდა ვილაპარაკოთ, ძალიან ნაგლობს. გოგოს მოსწოდ მასე ზრუნვა. ამილკა და დიანა საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ახლა კი კლავენ ერთმანეთს. და მაქსი რა შუაშია? თავად ნახე. მე გთხოვეთ 2 ზეფირი, აქ კი 3-ია. რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. არა, მე 2 მინდოდა, შემიცვალეთ. აი, შენი სენდვიჩი ყველით. მე მიყვარს ნასრეტებიანი ყველი, ამას კი ნასრეტები არ აქვს. ეს ძალიან გემრიელია. არა, მე ამას არ შევჭამ. დრელით რომ გავუკეთო ნასრეტები? არა, მაღაზიაში წადი და იყიდე. კარგი, როგორც მეტყვი. ეხლა ხედავ? ხო, მაქს უკვე ზედმეტი მოსდის. დედა ამდენის უფლებას არ აძლევდა. ამიტომ ჭკუა უნდა ვასწავლოთ. მე უკვე დავალაპარაკე, მაგრამ არ ჭრის. თუ კარგად ლაპარაკი არ გამოდის, მაშინ ჩვენ მას ვუჩვენებთ. მაქსის საჩუქარი რათა მალე გამოჯამრთელდეს. ეს რა არის? მაქსის საშინაო დავალება. შენ გააკეთე ის. რატომ? ხომ გიყვარს დავალების გაკეთება? მე კი ვერ ვიტან. მე არ გავაკეთებ, შენ თვითონ გააკეთე. მე გითხარი რომ გააკეთე, არ მინდა ჩემო შეყოლმო ორიანი მიიღოს. მაქსის საჩუქრის მომზადებით ვარ დაკავებული. ჩვენიერი მე მას ამას ვაჩუქებ, შენ კი დავალება მოამზადე. ეი, დამიბრუნე. მაქს, საჩუქარი მოგიტანე. ვაუ, გიშდები საჩუქრებზე. მაგარი საჩუქარი არა? ეს სხვა ჯოისტიკია, მე კი მეხუთე მოდელი მინდოდა, არ მინდა. რა განსხვავებაა? წაიღე. მაქს, ნახე, დიანამ როგორ გააკეთა შენი დავალებები? არა. მაქს, შენ ხარ ლოსი. წარწერით დიანა. ეს ამელკა იყო, ეს მისი ხელწერა. მაქსმა შენ გთხოვა დავალების შესრულება, ამიტომ შენ ხარ დამნაშავე. დიანა, შენ მე გამაბრაზე, გადი. ჰაჰა. ამოკა დარჩი. გინდა რომ შენთან ვიყო? ბალიში გამიფუმფულე. ეხლავე. მეგონა თქვენ მეგობრები იყავით. მეგობრები შეყარებულს არ ართმევენ. გაომართვი. ჯობია შენ არ გაგაბრაზო. რა გინდა რომ გავაკეთოთ? გინდა ერთად მოусმინოთ მუსიკას? კარგი. მაშაზე ჩვენი ამოცანა მაქსმა აღიარეს რომ იტყუება. იქნებ სიმართლე უთხრათ გოგოებს. ისინი არ დაიჯერებენ, თავისი თვალით უნდა დაინახონ. მაქს არ უყვარს ძაგება, იქნებ ეს გამოვიყენოთ. კარგი, მოდი ესე იყოს. აბა რა არის მისი სუსტი წერტილი? ის რომ სამაკაცზე ვერ მასწრებს. ხო, ის ფეხი დადგება და აჩვენებს რომ ფეხი არ დგება. ეს იმუშავებს. ეხლა კი წადი და უთხარი ეს მას. ეი, მაქს, სამაკაცით საკატაოდ მივდივარ.
მეც მოვდივარ. არა, მაქს ფეხით გივა, ის დარჩება აქ. დარჩეს, ტარება მაინც არ იცის. როგორც თუ არ ვიცი, შენ როგორც ყუისი ატარებ. ყოველთვის გელოდებ, მე მარტივად გაგაცრებ. არა, ვერა. რას ამბობ, გარეთ გავიდეთ. აბა, მოდი ხარ? ანუ მთელი ეს დრო გვატყუებდი? შენ კი ფეხი არ გტკიოდა? ყველაფერს აგიხსნით. არ გვჭირდება შენი ახსნა განმარტება. შენ ნახვა აღარ გვინდა. კარგად. ეს შენთვის გაკვეთილი იქნება. ეხლა მიხვდები როგორ უნდა გოგოების მოტყუება. ეს შეხარ დამნაშავე, შენ მითხარი რომ ესე მოგხსეულიყავი. მე უბრალოდ დახმარება მინდოდა, რადგან გოგოები არ გელაპარაკებოდნენ. თუ კი ეტყვი გოგოებს რომ ეს შენი იდეა იყო, იქნებ მაგ საპატიო. ამას არ გავაკეთებ. გააკეთებ, წავედით. აბა ამას დასუნე. რაგმრელი სუნი აქვს. გოგოებო, ჩაგთქვენთ ის რაღაცის თქმა უნდა. მოკლედ, მაქს ეს იდეა მე მივაწოდე. ის არაფერ შუაშია. ასეც ვიფიქრეთ. ის თვითონ ამას ვერ მოიფიქრებდა. თქვენ არ ბრაზობ? არა, გადავწყვიტეთ ბიჭის გამო აღარ ვიჩხუბოთ. ხო, მეგობრობაზე მნიშვნელოვანი არც ერთი ბიჭი არ არის. ჩვენ ისევ მეგობრები ვართ. მაკარია და მაქსი ბიჭია, ანუ ჩვენთან არაფერი საქმე არ აქვს. ანუ მაქსთან ურთიერთობა დასრულდა? მე ვფიქრობ, რომ ეს დასასრული არ არის. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა გაგრძელება არ გამოგრჩეთ. ნახვამდის.